ყველაფერი მხოლოდ უკეთესობისკენ მიდის. თუმცა ჩემპიონობის ამბავი უდიდესი მოვლენა იყო ჩემი ქვეყნისა და ჩემთვის. იმ მომენტში, როდესაც დანა ვაიტმა კამარი შემომარტყა, გადავირიე. არც კი მჯეროდა მომხდარი. შემდეგ ჩემს ქვეყანაში რომ ჩავედი, მეორე შოკი განვიცადე იმის შემყურემ, თუ როგორ დამხვდა ჩემი ხალხი და როგორ იზეიმა ჩემი ჩემპიონობა. როგორც უკვე ვთქვი, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს უდიდესი მოვლენაა. ახლა ჩვენ UFC-ში ორი ჩემპიონი გვყავს. ჩვენი ხალხი კი მიუხედავად ყველაფრისა ყოველთვის გვერდით მიდგას. თუმცა ცხადია, განსაკუთრებული ამბავია UFC-ს ჩემპიონობა. ჩემი ქვეყანა ყოველთვის მოტივაციას მაძლევს. უდიდეს სიყვარულსა და მხარდაჭერას ავლენენ. ხოლო როცა უკან დავბრუნდი, მე აქ ვიხილე ყველა გულწრფელი ადამიანი. ყოფილი ჩემპიონები, ყოფილი ან მოქმედი პროფესიონალი მებრძოლები, გულწრფელი ჟურნალისტები. უკვე ძალიან კარგად მცნობენ, პატივს მცემენ და ამას გამოხატავენ მათ შორის კამერებს მიღმა. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. და დიდი სხვაობა, თორემ სხვა მხრივ ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ისევ ის ბიჭი ვარ. იგივენაირად მოტივირებული და მოშიებული, რასაც თქვენ 18 იანვარს თავად იხილავთ.